მაშასე შემოგერთით კიდევ ერთხელ სოფია და ეკატერინა არიან თქვენი მასპინძლები დღეისათვის რადიო Med FM-ზე 103-ზე მომართული თქვენი რადიო მიმღები და დღემშვიდობის სრულიად საქართველოს. სრულიად საქართველოს მივესალმები, ეკატერინა გახლავარ. შაბათია 29 მარტი, დღის ჩვენს დედაქალაქში პრინციპში უკვე პირველის ნახევარია და შემოგიერთეთ გადაცემა კლავინდებურად ცოლქრული ფილოსოფია, რომელიც ყოველ შაბათს ელოდება თავის ერთგულ მსმენელს, ასე რომ დაგვირეკეთ სტუდიაში 242-103 ან Facebook გვერდზე მოგვუძებნეთ და მოგწერეთ Med FM 100.3. დღეს შემოგიერთით ძალიან საინტერესო თემით, რომელიც შემდეგი გახლავთ, ბედნიერების ჰორმონები და სიყვარულის ქიმია. გვინდა გავარკვიოთ თუ რა იწვევს ჩვენს ორგანიზმში ამ ძალიან ამოუცნობ და რაც მთავარია ძლიერ მისტიურ, ფანტასტიურ, რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება შეუსადაგოთ ამ გრძნობას სიყვარული რომ ქვია. ვსაუბრობთ არა სიყვარულზე, არამედ მის გამომწვევ ჰორმონებზე. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სიყვარული ეს არის ამაღლებული გრძნობა, მაგრამ მისი ბევრი ასპექტი შეიძლება ჰორმონებითა და მათი ზემოქმედებით აიხსნას. ჰორმონები მოლეკულებია, რომელთაც უჯრედებს შორის ინფორმაცია გადააქვთ. მოდით ვნახოთ თითოეული მათგანი და გავიგოთ ეს საოცარი ნივთიერებები, ისეთივე საოცარი, როგორც სიყვარულია, თუ რა ამბებს ატრიალებენ ჩვენს გონებაში, ორგანიზმში და საერთოდ გულში კიდევ. გულში განსაკუთრებით. ესე იგი, პირველი ასეთი ჰორმონი, რომელიც ჩვენ გვმართავს და რომელიც ჩვენს გრძნობებს მართავს, ეს არის ენდროფინები. კონკრეტულად არსებობს სიყვარულის, ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონების ჯგუფი. ენდროფინები, ანუ ისინი თავის ტვინში გამომუშავდება და მათ შეუძლიათ მტკივნეული შეგრძნებების ბლოკირება და ადამიანის ემოციური მდგომარეობის განსაზღვრა. ენდროფინების ზემოქმედება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებას წააგავს. ეს ჰორმონები ნარკოტიკის მსგავსად სიამოვნების მონიჭებას ნერვული დაბოლოებების ბლოკირების ხარჯზე ახერხებენ თურმე. აი ასეთი საჭირო ნივთიერება ყოფილა ენდროფინი, რომელიც თავის ტვინში გამოიმუშავებს ამ ყველაფერს. და ძალიან ესე იგი წეღან რომ ვახსენე, кайფი თქო და შენ რომ დამიწონე ეს ტერმინი, აი სწორედ იგივეა, ენდორფინი სწორედ ამას ახერხებს, რომ როდესაც გონებაში რაიმე ნეგატიური ჩნდება, რაიმე მტკივნეული, სევდიანი და ასე შემდეგ, გააქტიურდება ხოლმე ენდორფინი, ჩაახშობს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს რომ მოახერხოს ენდორფინმაც და გონებამაც თვითონ ადამიანი უნდა განეწყოს ამ შემთხვევაში პოზიტიურად, სხვანაირად არ მოხერხდება. ხო, რა თქმა უნდა, თვით ფსიქოთერაპია ესე უნდა ჩაიტარო ხოლმე დილაობით, ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე და საუბრობენ ამაზე, რომ უნდა დადგე სარკის წინ და ძალაუნებურად მაინც უნდა გაიღიმო, თუ არ გეღიმებაო. აუცილებლად უნდა აღმოჩნდა, რომ აი ეს რაღაცნაირი კარგი განწყობა მოიტანო. ანუ აღმოჩნდა რომ ორგანიზმში ენდორფინის გამომუშავება შეგვიძლია ჩვენ თვითონ თუ კი ოდნავ დავძაბავთ გონებას ნებისმიერი დადებითი განცდა სისხლში ენდორფინების დონის მატებას იწვევს იმისთვის რომ ორგანიზმში ენდორფინების გამოთავისუფლება გამოვიწვიოთ და თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. სულაც არ არის საჭირო რაიმე ექსტრემალური ქმედების ჩადენა ან ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენება. ანუ წაღან ვისაუბრეთ რომ ისევე მოქმედებს როგორც კოკაინი გონებაზე, ანუ ენდორფინი ისეთივე რაღაც ეიფორიულ განწყობას იწვევს და ბედნიერების შეგრძნებას როგორც ნარკოტიკი. თუმცა არ არის ნამდვილად აუხსნელი და უხილავი. აჰა. თუმცა არ არის აუცილებელი მივმართოთ ამ არც თუ ისე სასარგებლო ნივთიერებას ნარკოტიკი რომ ქვია, არსებობს უამრავი ბუნებრივი, ნატურალური უსაფრთხო მეთოდი, მაგალითად, დადებითად აზროვნება თქვენ წარმოიდგინეთ უბრალოდ თუ იფიქრებთ რაიმე დადებითზე, ესეც იწვევს ენდორფინის გამომუშავებას გონებაში. ასევე სპორტი, როდესაც სპორტულ აქტივობას მივმართავთ, ეკატერინა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს ამბავი. არა მხოლოდ სპორტი, ცეკვა ასევე ძალიან დიდ პოზიტივს იწვევს. მუსიკის სმენაც თუნდაც და აყოლა. განსაკუთრებით თუ ეს მუსიკა ხმაზე აყოლა, რაც შენ გსიამოვნებს. ანუ შეგიძლია იყვირო, იწივლო, იკივლო, მარტო თუ ხარ ან მეგობრებთან. ხარჯო ენერგია. ხო, ეს გამოიტანა მთელი ცუდი და უარყოფითი მუხტი ორგანიზმიდან და მე მიხვდები რომ რაღაც მოგეშვა და კარგ განწყობაზე ხარ. ოღონდ ამ შემთხვევაში მუსიკა სწორად შერჩეული, სწორედ ის, რომელიც შენ ძალიან მოგწონს და შენში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ამ შემთხვევაში. იმაზე არც ვიმღერებ და არც ავყვები, არც ვიცეკვებ.
დავირაზმეთ და წავედით კარაოკესა და კლუბებში ასეთი მოწოდებითაც საერთოდ ეს ყოველთვის ასეა, რომ თუ ფიზიკურად იხარჯები და თუ ხარჯავ ენერგიას დღის განმავლობაში, დადიხარ ფეხით, ცეკვავ, სპორტს მისდევ, ან სეირნობ თუნდაც ძილის წინ მაინც. ეს ყველაფერი აღმოჩნდა, რომ ენდორფინის გამოყოფის ეფექტური სტიმულატორია. ძალიან დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე და განწყობაზე. გარდა ამისა, ეკატერინა აღმოჩნდა, რომ კვებითი რაციონიც ახდენს ამ ყველაფერზე ზემოქმედებას დადებით, ოღონდ სწორად შერჩეული. შენ წარმოიდგინე, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ შოკოლადიო შეყვარებულ ადამიანებზე ძალიან დადებით ზემოქმედებას ახდენს. ეს ყველაფერი ნამდვილად ასეა, შოკოლადის ზომიერად მიღება იწვევს განწყობის ამაღლებას, ის ორგანიზმში ენდორფინის გამოყოფას უწყობს ხელს და შესაბამისად განწყობა ამაღლებულია ჩვენ ბედნიერებად. გამახსენდა ახლა ეს ფილმი შოკოლადი არა ჩვეულებრივი იტალიაში რომ ვითარდება ასე ვთქვათ დრამა მოქმედება და ჯულია ორმონდი და არა ჯულია ორმონდი რა მნიშვნელობა აქვს ჯონი დეპი კი მახსოვს მაგრამ თავარი აქვს შოკოლადია ხო რომელიც რა ხდება მის გამო აი ამ პატარა პერიფერიაში იტალიის პერიფერიაში დაბას რომ გამოიყვანს ამ უარყოფითი ემოციებიდან და თუმცა ეს ქალი კინაღა მაკუწეს იმის გამო რომ მონათლეს ჯადოქრათ ეს იმიტომ რომ მარხვის დროს შემოიტანა ეს ფერად-ფერადი დესერტი ხო და ნერწყვი მოუვიდა იქ მცხოვრებ ყველა ადამიანს დარწმუნებული ვარ ჩვენს რადიო მსმენელს ეს ფილმი ნანახი ექნება თუ არა აუცილებლად იხილეთ იმიტომ რომ ეს არის შედევრი რომელიც უნდა ნახოთ შოკოლადი ასეთი სახელწოდება ფილმის და ის სწორედ ამ ჩვენს თემას მაგრამ ვერ გავიხსენე მთავარ როლში ეს ქალბატონი ვინც არის ძალიან ანაცნობი და ჩვენს თემას ეხმაურება ეს ფილმი რაც მთავარია და რა მნიშვნელობა აქვს მეც ვერ გავიხსენე სიმართლე გითხრა ასე რომ ყველაზე ძლიერი მეთოდი ამ ხრივ გარდა შოკოლადისა, სპორტის, სიარულის და ასე შემდეგ თქვენ წარმოიდგინეთ ამ ხრივ ყველაზე ძლიერი მეთოდი სექსუალური კონტაქტი ყოფილა სისხლში ენდორფინების შემცველობა იზრდება ასევე სიცილის დროს გასაოცარია მაგრამ ხელოვნური ღიმილიც კი ზრდის ამ ჰორმონების რაოდენობას სწორედ ის ხელოვნური ღიმილი ეკატერინა რომ გვეუბნებოდა წეღან დილით რომ გაიღვიძებს სარკეში ჩაიხედები და ამ დროს გეძინება გინდა რაღაცა ესე დასვენება და კომფორტის მოწყობა, მაგრამ თუ კი გაიღიმებ სარკის წინ, შენი თავით შემოგცინებს და აი ასე იწყება დილიდან პოზიტივი. დილიდან დადებითი განწყობა იწყება და ასე რომ თუ ვინმე ახლა გაიღვიძა და ჩართო თავისი რადიო მიმღები და მომართა FM 100 და 3-ზე, მაშინ თქვენ აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და დაგით სარკის წინ და გაუღიმეთ საკუთარ თავს, ოღონდ არა ყალბად, გულწრფელად გაუღიმეთ საკუთარ თავს. და ეს დადებით განწყობას მთელი დღე შეგინარჩუნებთ დამერწმუნეთ. აი შემდეგი ეს ჰორმონი არის დოფამინი, რომელიც კმაყოფილებისა და სურვილის ჰორმონი ყოფილა. ის აკონტროლებს ჩვენს იმუნურ სისტემას, ფიზიოლოგიურ ენერგიას და მოძრაობას, აზროვნებას, мотивაციასაც კი. ხანმოკლე მეხსიერებას და ემოციებს. ხანმოკლე მეხსიერება ნეტა რას ნიშნავს? არც ისე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ყოველდღიური კონტაქტის დროს შეიძლება მიიღოს ადამიანმა და უბრალოდ გაატაროს ის იმ მომენტში ამ მნიშვნელოვანი დამახსოვრებად რომ არ ღირს, იმ წუთში რომ უნდა გახსოვდეს და მომენტში ამ მნიშვნელოვანი და შემდეგ შეგიძლია გაატაროს. შეიძლება იყოს თუნდაც დროებით რაღაც ეპიზოდური, კურიოზული სიტუაცია, ხუმრობა, იუმორისტული შემთხვევა და ასე შემდეგ. ან ერთი რიცხვი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ დღის ბოლომდე. დაუშვათ. უცნაური შედარება იყო, მაგრამ შეიძლება ეგეც ჩავთვალოთ. არა, ან ტელეფონის ნომერი, რომელიც უცებ ვერ ჩაიწერე და უნდა დაიმახსოვრე და ასე შემდეგ. გასაგებია ეს ყველაფერი. მათ შორის ეს დოფამინი, იმის გარდა რომ კმაყოფილებისა და სურვილის ჰორმონია, თურმე სექსუალურ რტოლვასაც იწვევს. გამოდის რომ ყოველგვარ ფიზიკურ თუ გონებრივ აქტივობას სწორედ ჰორმონ დოფამინს უნდა ვუმადლოდეთ, ასე რომ დიდი მადლობა ჰორმონი. ასე უნდა უთხრათ ალბათ დილიდან მას. თუ
თუ ეს ყველაფერი ჩვენ თავში ძალიან დალაგებულია და ზომიერია, მოკლედ აი ამ ყველაფრის დოფამინის, ეს ყველაფერი დოფამინის დამსახურება ყოფილა. ეკატერინე, მინდა გითხრა, რომ დოფამინს დაჟინების ჰორმონსაც უწოდებენ და რატომ? საპირისპირო დაჟინების თუ ჩაბჟირების? ჩაბჟირების არა, ნუ დაგვემართება ხა ჩვენ ჩაბჟირება, დაჟინების ჰორმონს და გეტყვი რატომ? საპირისპირო სქესთან ურთიერთობის დასაწყისში ყველაზე მეტად თურმე ეს ჰორმონი აქტიურდება და პასუხისმგებელია პარტნიორის მოძიებაში და არჩევაში. აი თვალი რომ უნდა დავადგათ და რაღაც დეტალებს რომ ვაკვირდებით, სწორედ ანუ ფლირტის დროს აქტიურდება ფაქტიურად დოფამინი. გარდა ამისა, თუ ადამიანი მიზანს მიაღწევს, მაშინ ამ ჰორმონის დახმარებით ის იწყებს გართობას, აი ზუსტად ფლირტი. ამ ჰორმონებზეა დაფუძნებული მთელი მოტივაციის სისტემა. საკმაოდ მნიშვნელოვანია, სწორად გადაუხადე შენ მადლობა მას. და ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიწვიოთ ეს ყველაფერი, ხო? აი ეს გართობა, რომელზეც იყო საუბარი, ფლირტს რომ უკავშირდება, საკმაოდ სასიამოვნოდ მოქმედებს ხოლმე ადამიანის ფსიქოლოგიაზე, იმიტომ რომ რაღაცებისგან თავისუფლდება ამ დროს გონება, იტვირთება და იმუხტება დადებითად და მგონი ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. საერთოდ მინდა და მეთქვა, მაგრამ ნუ გაცადე. პრინციპში ეს ჰორმონი თუ იწვევს ამ რაზე ვლაპარაკობდით? ფლირტს. ფლირტი ძალიან სასიამოვნო პროცესია საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში. ანუ ურთიერთობის საწყისი ეტაპისთვის არის პასუხისმგებელი და ძალიან დადებითი განწყობა მოაქვს ამასაც და რაღაცნაირად შეუძლია განწყობის გამოკეთება, ასე ვთქვათ. შენ თავში დარწმუნებული ხარ, რაღაცნაირად გეზღვავება ისეთი შეგრძნებები და ენერგია, რაც აქამდე თითქოს მიძინებული იყო ორგანიზმში, ხო? ანუ ხდის გამბედავს, გაძლევს მოტივაციას, თუნდაც იმისთვის, რომ საპირისპირო სქესს, რომელსაც თვალი დაადგი, ისე აქტიურად წარუდგინო შენი თავი და ღირსეულად და იყო გამბედავი უბრალოდ რომ დაიწყო ასეთი ურთიერთობა და ჩაერთო ამ უწყინარ თამაშში. ისიც უნდა მოახერხო ამ ყველაფერთან ერთად, რომ ფლირტი მეორე მხრიდანაც მოდიოდეს, ანუ ფლირტის იმპულსები, ანუ ისე უნდა დააინტერესოს, მაგრამ დოფამინი შენზე აგებს პასუხს მეორე ადამიანზე ნამდვილად ვერა, იმიტომ რომ ჩვენს გონებაში ხდება ეს ყველაფერი. თავის საქმეს აკეთებს ერთი სიტყვით. აი, რაც შეეხება შემდეგს, ეს არის სეროტონინი. მოდი, სარეკლამო ჭრის მერე დაუბრუნდეთ ჩვენს თემას და თუ სანამ გავიდეთ სეროტონინი ჩვენს ორგანიზმში, მოდი ეს გავარკვიოთ. მოდი დავტოვოთ ერთი პატარა მინიშნება და ვთქვათ, რომ სეროტონინი ბედნიერების მოლეკულა ყოფილა, სწორედ ასე უწოდებენ. ბედნიერების ჰორმონი, სწორედ ეს გახლავთ. სეროტონინი ასე რომ რას და როგორ ახდენს ჩვენს ორგანიზმში ეს სარეკლამო ჭრის შემდეგ დროებით. თუმცა Daft Punk-ი უნდა დაგიტოვოთ ხალისიანი კომპოზიციით Lucky, ასე რომ დარჩით FM-ზე. ასე რომ Get Lucky. ესე იგი მართალია Daft Punk-ის Lucky-ს ნაცვლად Something About Us მოვისმინეთ, მაგრამ მე რა ყველაფერშია პოზიტივია, სიმღერაც ხომ ძალიან მაგარია. და მეთანხმე ეკატერინა? რა თქმა უნდა, ჩემო სოფია, ჩემი მიკროფონი რატომღაც ჩემ ხმას ყოველთვის ყლაპავს და კარგავს, თუმცა ასე შემთხვევით დროზე შემოვიჭერი და პასუხი გაგეცი. აჰა, ესე იგი პროგრამამ გაგვიპარა ერთი სიმღერის ნაცვლად მეორე და არა უშავს, თავარია რომ ვისიამოვნოთ Daft Punk-ის და დავბრუნდით ჩვენი დღევანდელი თემა, როგორც უკვე იცით, ალბათ უკვე გვისმენდით და ვინც ახლა შემოგვერთა მათთვის ვიტყვით, რომ ბედნიერების ჰორმონები და სიყვარულის ქიმია, აი ამას ვარკვევთ, თუ როგორ მოქმედებენ ჰორმონები ჩვენს გონებაზე, ჩვენს გულზე და როგორ მართავენ ისინი გრძნობას, რომელსაც სიყვარული ეწოდება. ნეტავ როგორ, აი სეროტონინი, ანუ ბედნიერების მოლეკულა, რომელიც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ჩვენს ორგანიზმში და ნეტა ქრება თუ არა, აი ძალიან საინტერესოა, ქრება თუ არა ოდესმე ეს ჰორმონები ორგანიზმში, რომელიც ეს სეროტონინი, რომელიც ტონუსის, ოპტიმიზმის, კარგი განწყობის ჰორმონია და რომელიც სიამოვნებაზეა, პასუხისმგებელი.
ანუ სიამოვნების ჰორმონი ძალიან საინტერესო ბედნიერების და სიამოვნების ჰორმონია ეს ყველაფერი სიამოვნება თუ გინდა რომ განიცადო უნდა აღმოაჩინოს შენში ეს ჰორმონი სხვანაირად ვერა უნდა იმუშაოს სეროტონინზე ნამდვილად მოდი ხა ისიც გავაჟღეროთ და გავამხილოთ როგორ უნდა გამოვიმუშაოთ სეროტონინი აი გეტყვი ამასაც ის თავის ტვინის 40 მილიონამდე უჯრედზე ზემოქმედებს და მისი უნიკალური თვისებაა ის რომ განაპირობებს განწყობას სექსუალურ სურვილს მადას ძილს მეხსიერებას ტემპერატურის რეგულაციას და სხვა სოციალურ ქცევებსაც კი გარდა ამისა აღმოჩნდა რომ სეროტონინი აუმჯობესებს ადამიანის განწყობას ხოლო კარგი განწყობა აწესრიგებს ურთიერთობებს სამხრივადან უიმედოდ შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში კი მცირდება ამ ჰორმონის რაოდენობა რაც ხშირად როგორც ვიცით დეპრესიას იწვევს ხოლმე აი სწორედ ეს ყოფილა მიზეზი სეროტონინის დეფიციტი ორგანიზმში იმის რომ უიმედოდ შეყვარებულ ადამიანებს დეპრესია ემართებათ გარდა ამისა სეროტონინი დადებით გავლენას ახდენს ძილზე მისი დეფიციტი კი იწვევს უძილობას აი რაღაცას მივაგენი ესაც უძილობა აწუხებს და არ უძილობა შენ არ გაწუხებს შენ უბრალოდ არიძინებ ჯიუტი ხარ და არიძინებ მართალია ხო აი ვისაც უძილობა წევს და ვერ იძინებს იმ ადამიანებზე ალაპარაკი ვინც ამით იტანჯება უძილობით მართლა არიან ასეთი ადამიანები თურმე სეროტონინის ნაკლებობა გქონიათ და ეს ყველაფერი უნდა შეძლოთ და გამოიმუშაოთ ან უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს ექიმს რომელიც დაგეხმარებათ აი ჰორმონის გამომუშავებაში და ჩვენ რაც კი ჩამოვთვალეთ ეს ყველაფერი ერთმანეთზე ალბათ ჯაჭვური რეაქციით არის გადაჯაჭვული და ერთმანეთის გარეშე ეს ჰორმონები ალბათ ნელა-ნელა მე ისე მგონია მე არა ვარ სპეციალისტი მაგრამ ჩემი აზრით ალბათ თუ ერთი ჰორმონი არ აღმოგაჩნდა შეიძლება მეორე და მესამეც ისე მოუკვდეს ეკატერინა საოცრად კატეგორიული ხარ ეგეთი რამ გამორიცხულია რომ ჰორმონი მოკვდეს ორგანიზმში უბრალოდ შეიძლება მისმა რაოდენობა მიკლოს და თუ კი ჰორმონი აღმოჩნდება დეფიციტში ამ შემთხვევაში იწვევს ის უხასიათობას და რაღაცა რაღაცებს ყველანაირ უსს იწვევს აი რა შეიძლება ადრენალინი აი ადრენალინი მოდი მე ამაზე უნდა ვისაუბრო აი ისე რა მე არა მე ვიცი ჩვენ ეხლა რა გვჭირს ჰორმონების მოზღვავება დაგვემართა მე მგონი ეთქვა ადრენალინი და ვხვდა იმდენი ვიკითხეთ ჰორმონების შესახებ ამ გადაცემის მზადების პროცესში რომ ახლა განსაკუთრებით მოზღვავება დაგვემართა და განსაკუთრებით ადრენალინი ეს გახლავთ თავდაცვის შიშისა და მზადყოფნის ჰორმონი მისი გამოყოფა ემოციის მოზღვავებასთან ერთად იმატებს და როდესაც რამის გვეშინია ნერვიულობ და ეიფორიაში ვართ როდესაც საპასუხო რეაქცია უნდა გამოვამჟღავნოთ სწორედ მაშინ აქტიურდება ამიტომ ხდება რომ ექსტრემალები ხშირად იმეორებენ ხოლმე რომ რა მოგწონს ექსტრემში რო ეკითხებიან ადრენალინის გამოყოფა მათ მოსწონთ აი ეს შიშის შეგრძნება რომელსაც უპირისპირდებიან და ასე ამარცხებენ კიდეც პრინციპში იმიტომ რომ არც ისე აი თუ არ გამოგიცია ხიდიდან რომ გადახტები არც ისე მარტივია თუ არ გამოგიცია რაღაც ასეთი სიგიჟე ვერ მიხვდები რა არის ადრენალინის მოზღვავება ძალიან მარტივად უნდა ვაღიარო რომ ძალიან მიყვარს და გიჟდები ამ პროცესზე აი დაუშვეთ რა გიკეთებია კონკრეტულად მაგალითად ძალიან მიყვარს ბაიკი მოტოციკლი ხომ ქართულად გიჟდები ზოგადად მიყვარს სიჩქარე ავტომობილითაც და მოტოციკლით რომ ეს მოზღვავება გეგრძნო ადრენალინის აი მე გეტყვი ერთი შემთხვევას მე ესეთი რისკიანი ვარ და ძალიან მიყვარს ექსტრემი სიჩქარეც მიყვარს და შენ ეს კარგად იცი როგორ მიყვარს სიჩქარე თუმცა აი ისეთი შეგრძნება რაც პარაშუტით გაფრენის დროს შევიგრძენი ეს არის ძალიან საოცარი მართლა აი დავფრინა იმის მერე რომ ახსენდება რა შეგრძნება მოიტანა ამან და ადრენალინი როგორ მოზღვავდა ორგანიზმში და როგორი აღფრთოვანებული ვიყავი 2 დღე ნუსუ ამაზე ფიქრობდი და ვლაპარაკობდი აი მართლა საოცარი იყო ეკატერინა ძალიან მაგარ რამეს გეტყვი აი ახლა გიყურებდი და იხსენებდი იმ მომენტს როდესაც მოხდა ეს ადრენალინის გამოყოფა და შენში რაღაცა საოცარი მოვლენები და იცი რა მოვიკითხე თურმე ასეთი მოვლენის შემდეგ რომელიც შენში საოცარ ემოციას ტოვებს 2 დღის განმავლობაში ორგანიზმი ვირუსების საწინააღმდეგო იმუნიტეტს გამოიმუშავებს. ანუ ეს ემოცია, ეს დადებით
დადებითი ემოცია, იგივე ადრენალინის მიერ გამოწვეული ისეთ ენერგიას გმატებს, რომ 2 დღის განმავლობაში ვირუსი არ გეკარება. მხოლოდ 2 დღე? ნუ ეს 2 დღე, მაგრამ სამაგიეროდ ყოველი გახსენების დროს ეს იწვევს საოცარ ემოციებს, ახლა გიყურებდი და თვალები გიბრწყინავდა. ანუ სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ აი ეს მომენტი გამახსენდა, ცაში რო ვიყავი და ყველაფერი რო იყო ძალიან ბუზისტოლა და ძალიან პატარა, რო ვერ ხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ ნუ აი ზღვაზე მოხდა ეს ყველაფერი და აი ძალიან მაგალითია რომ მივიღე. ეს ის მაგალითია, როგორ შეიძლება გონებით გამოიმუშავო შენ დადებითი ემოცია, ან უნდა იფიქრო რაღაცა. შენ ცხოვრებაში მომხდარ ყველაფერი დადებით მომენტზე, რომელიც ხიბლავს, რომელიც მოგწონს და რომელიც გენატრება თან. კიდევ ერთხელ რომ ჩამივარდება სიტუაცია და მომენტი აუცილებლად დაგემოვნებ პარაშუტს. ასევე კი ერთხელ კიდევ და არა მარტო ერთხელ. სხვა რაღაცას, აი ხიდიდან გადმოხტომაზეც მართალი რო გითხრა ვიფიქრია, არც უარს არ ვიტყოდი, თუმცა რაღაცა სერიოზული ისეთი ფაქტი მოხდა, სამწუხარო ფაქტი მოხდა ამასინა და აი იმის მერე ცოტა შევშინდი. დავაღიარო. იმიტომ რომ უსაფრთხოების გარანტია უნდა გქონდეს, როცა ასეთ რაღაცაზე მიდიხარ მაქსიმალურად. უსაფრთხო უნდა იყოს ეს ყველაფერი შენი ჯანმრთელობისთვის. ამას იმიტომ აკეთებს, რომ ადამიანი რომ ადრენალინი მოზღვავდეს და დადებითი განწყობით დაასრულო ეს მთელი ექსტრემალური ცდელობა შენი და თუ ეხლა ამას რაღაცა გართულებები მოყვება. თუმცა მოდი ვაღიაროთ, არც ერთ ექსტრემალურ სპორტს არ აქვს ისეთი დაზღვევა, რომ შეგიძლია თავი მშვიდად იგრძნო ყველა ადამიანი, რომელიც ამ სფეროთია და ამ ექსტრემალური სპორტით არის დაინტერესებული და გატაცებული, უბრალოდ რისკავს, ყოველდღე რისკავს და სწორედ ადრენალინია ის მაცდური, რის გამოც ეს ადამიანები რისკავენ და იმ ძაფრი შეგრძნებების და ემოციების გამო. მოდი სამედიცინო ენაზე განვარტოთ, თუ რას წარმოადგენს ადრენალინი. ცოტა თავი მდგიოდა და მე მგონი აი პარაშუტზე რო ვიფიქრე გამიარა. აი სამედიცინო ენაზე რომ გავმარტო, ადრენალინი თირკმელზე და ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ჰორმონია. როგორც კი ადრენალინი სისხლში მოხდება, ემოციების მთელ ნაკადს იწვევს თურმე, აძლიერებს ქსოვილების მიერ ჟანგბადის ათვისების უნარს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის მომატებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ავიწროებს პერიფერიულ სისხლძარღვებს და მაღლა წევს სისხლის წნევას, აძლიერებს და ახშირებს გულისცემას, აჩქარებს სუნთქვას ასევე, რამდენი დადებითი რაღაც ჩამოვთვალებ, აფართოებს თვალის გუგებსაც კი. დიახ, ცნობილი გამონათქვამი შიშს დიდი თვალები აქვს, სწორედ აქედან იღებს სათავეს თურმე. წარმოიდგინე, რამდენ რამეს იწვევს ეს ერთი რაღაცა პაწაწინა მოლეკულა, ადრენალინი რომ ქვია და მისმა გამოყოფამ სრული რევოლუცია მოახდინა ორგანიზმში და რა გასაკვირია, რომ ექსტრემალები ასეთი რისკიანები არიან და აი ამ მომენტისთვის და აი ამ რევოლუციისთვის ორგანიზმში რომ ხდება, ყველაფერს აკეთებენ და მივესალმები. ნამდვილად, მოდით მეგობრებო, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 252 103 მოგვახსენეთ თქვენი მოზღვავებული ადრენალინის შესახებ, ან იმ შეგრძნების შესახებ, რომელიც ამ ექსტრემალურ სპორტს ან სხვა შეგრძნებას მოუტანია თქვენთვის. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრი. დიახ. ადრენალინის მეორე მხარეზე უნდა გესაუბრო, თუ არ შეგაწყვეტინე და აზრი თუ დაგამთავრებინე, რა თქმა უნდა. არ ვიცი, მითხარით, დამავიწყდა რა უნდა. ესე იგი, იცოდი თუ არა, რომ ზოგიერთი ადამიანის სიყვარულის ჰორმონსაც კი უწოდებს ადრენალინს, შეყვარებული ადამიანის სიყვარულის ობიექტის დანახვისას ადრენალინს გამოყოფს და განიცდის ყველაფერს ერთად, რაც ზემოთ ჩამოთვალე, აი რევოლუცია რო უწოდე იმ ყველაფერს, გარდა პარაშუტით ხტომისა და ბაიკერობისა, თურმე შეყვარებულ ადამიანს ემართება ეს ყველაფერი და იქნებ სწორედ ამიტომ არის ეს ყველაფერი ასე სასიამოვნო, ან საინტერესოა რატომ ხდება შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში ეს ყველაფერი, იმიტომ ხომ არა რომ ეშინია რამე არ შეეშალოს მის წინაშე და შეუფერებლად არ წარსდგეს, თუ რა ხდება, საინტერესოა. ხშირად კი ეს ჰორმონი ადამიანის ყოვლის შემძლედაც კი აგრძნობს კომპლექსს ადამიანში ეს ჰორმონი. არავითარ შემთხვევაში.
უბრალოდ ებრძვის იმ მორიდებულობას საპირისპირო სქესთან რომ უნდა გადალახო და რაღაცა სასურველ მიზანს მიაღწიო. აი ზოგჯერ არა ხშირ შემთხვევაში ეს ჰორმონი ადამიანს ყოვლის შემძლედაც კი აგრძნობინებს თავს და ნებისმიერ საქმიანობაში და მათ შორის საპირისპირო სქესთან დაკავშირებულ ურთიერთობაში. რატო უცვლი კონტექსტებს ვერ მივხვდი? არ ვუცლი, უბრალოდ პარალელებს ვაკეთებ. არავითარი თავში არ არის გამბედაობაზე საუბარი. კომპლექსდებიან ხოლმე ადამიანები და მე რაღაცები თავში უვარდება და ასე გონიათ რომ ყოვლის შემძლე ბრიუსი გამახსენდა ჯიმ კერის მონაწილეობით. არა. თუმცა იქ მართლა ყოვლის შემძლე იყო ღმერთმა ათხოვა რაღაცა 2 დღით თავისი ღმერთმა ათხოვა რა მაგარი. ყოვლის შემძლეობა, თავისი გავლენა, ძალა და ღმერთმა ათხოვა იყო სრულიად საოცარ. დღეს საოცარ ფრაზებს აჟღერებ. ამ კონკრეტულ ფილმში ასე ღმერთმა ათხოვა თავისი ძალა. თავისი ადგილი დაუწყო. ხო და მე ეჭვი მაქვს რომ შეყვარებულ ადამიანებს ვინაიდან სიყვარული უფლით კურთხეულია, აი ესე ღმერთი ათხოვებს ხოლმე, არა უფრო მეტი ჩუქნის ხოლმე რაღაც უნარებს და ისინი ხდებიან თავდაჯერებულები. აი ეს არის და თავში ავარდნა კი არ არის. ეს არის თავდაჯერება, საკუთარ ძალებში დარწმუნება, თვითშეფასების კოეფიციენტის გამყარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების სრულყოფისათვის, აი ასე საოცრად და ადამიანები გამოიმუშავებენ ადრენალინს და ხდება ამ გამბედავები შეყვარებული მე მივხვდი რომ რამდენი ილაპარაკე ამ ადრენალინს ჰორმონების მოზღვავება ჰორმონებიდან შენთვის სტუდიაში ჰორმონების მოზღვავება შენს ორგანიზმში ეს ჰორმონი ეტყობა ყველაზე მეტად ჭარბობს და ყველაზე შეყვარებულია შენზე და შენ მასზე რომელი ჰორმონი იყო სიცილს რო იწევდა ენდორფინი იყო ეს ამბავი ენდორფინის და ადრენალინის მოზღვავება მოდი შემდეგს გაგვაცნობ რა აი ოქსიტოცინი ძალიან ბევრი დავუთმეთ მე მგონი მოდი რა ოქსიტოცინის სანამ ოქსიტოცინი რა აღმოწონს თუმცა სინაზისა და ნდობის ჰორმონი ხო სახელი არ მოგწონს ხო რაღაც ოქსიტოცინი რაღაც არ მომწონს მოდი თხოვნა შემისრულე რაღაც ძალიან დადებით განწყობაზე ვარ ახლა მე და ძალიან სიცილის და ღიმილის და ცეკვის განწყობაზეც კი ვარ მინდა რომ რაიმე ესე იგი ვიცეკვოთ მინდა რომ ძალიან სასიამოვნო მომასმენინო რამე ერთი ძალიან მაგარი კომპოზიცია მხდება ახლა თვალში და წინააღმდეგი ხომ არ იქნება რომ გაუშვა ჩვენს მსმენელსაც იმედია დადებით ალბათ გადავღალეთ კიდევაც ცოტა მსმენელი ჩვენი საუბრით და მოდი განვითვირთოთ ასე ვთქვათ თუმცა ჩვენ საინტერესოდ საუბრობთ ასე რომ თემა გვაქვს საინტერესო მოდი ისიც უნდა გავაჟღეროთ 242 100 და 3 ჩვენი სტუდიის ნომერი დაგვირეკეთ შემოგვიერთდით უბრალოდ ვიკისკისოთ ჰორმონების თაობაზე არ არის საჭირო ამაზე რაიმე განსაკუთრებული ცოდნა გქონდეთ გავდივართ ჭრაზე მუსიკალურსა და სარეკლამოზე და ვისიამოვნოთ ერთად აუწიეთ რადიო მიმღებს ბოლომდე და ავყვეთ უბრალოდ რიტმებს მოვიდეთ დადებით განწყობაზე საუკუნოვანი ფილოსოფია FM 103.3 შემოგიერთდით კიდევ ერთხელ სოფია გახლავართ და ეკატერინა დღემშვიდობის დღემშვიდობის ჩემო კარგო მოკლედ ვერ გადაგაჭარბე და ვერ გაგაჩერე დღეს რაღაცა არ ვიცი ადრენალინი გზაში რასაკეთებდით რა საინტერესოა არა გზაში მგზავრობდი მაგრამ ეხლა რას ვაკეთებდი უნდა გავაჟღერო შენი ტყუილ მე თქვა ეხლა რას ვაკეთებდი მუსიკალურ ჭრაზე და მე ვუთხარ რომ მოდი იცი რა მოდი დაწყნარდი და აქოშინებული ნუშო ხო ესე იგი როგორც თქვენ მოგიწადეთ იგი ნუ არ ვიცი აქ ხდება არ ვიცი რა მოიცადე ხა მაცადე მოზღვავება ჰორმონების როგორც თქვენ მოგიწადეთ რომ აგეციათ რადიო მიმღებისთვის ბოლომდე ასევე მოვიქეცი მეც ავუწიე ბოლომდე და ავყევი რიტმებს აი ასე გავიხარეთ აი ცუდია რომ არ ჩანს ეს ყველაფერი აქ რა ხდებოდა მე უნდა მოვითხოვო რომ აქ დავაყენოთ კამერა და ინტერნეტში გავიდეთ რა სიტყვა კამერა არა კამერები ხო სხვადასხვა რაკურსით რომ გამოვიდეთ მარტო ინტერნეტში კოსმოსში ესე იგი ყველა ქვეყანაში გვიყურებთ ჩემი ცეკვა გინდა გავიდეს კოსმოსში არა მარტო შენი ცეკვა ჩვენი გადაცემა და ჩვენი ასეთი ცხელი და ძალიან საინტერესო თემები ჩემი ცეკვა გავიდეს სტუმრებით პრინციპში მე მინდა რომ ჩემი ცეკვა გავიდეს კოსმოსში ვაიმე გადაგიღებ და YouTube-ზე დავდებ შენ ცეკვას არ არის პრობლემა ეხლა YouTube-ი ჩემთვის არის მინიმალიზმი ამ შემთხვევაში ხვდები ვერა
ხოდა გავაგრძელე კოსმოსში რა, აი პირდაპირ მას. თემას ნუაცდები ახლა შენ რაღაცა მზღვეობა არა მარტო ადრენალინის რაღაცა სხვადასხვა ჰორმონების გჭირს ერთდროულად. ეხლა მინდა გავარკვიო რა ერთდროულად რამდენი ჰორმონის შემოტევას გრძნობ სხეულში და ორგანიზმში, აბა. ესე იგი, ეხლა უნდა გადავიდეთ ჰორმონზე, რომლის სახელიც არ მოგწონს, ოქსიტოცინი, ხო? ხო, თუმცა სინაზის და ნდობის ჰორმონია. ნუ ეს რო არ მჭირს ახლა ფაქტია, ხო? მე ძალიან ნაზი ხარ. ძალიან საოცრად. და ხომ მინდობი ისე? აქ სხვა ნდობაზეა საუბარი და რა ვიცი. არა, ნდობა, რა ვიცი, არ მინდობი. აი კამერებს თუ დამიყენებ გენდობი. აუ, ბოდიში. ესე იგი, ეს წარმოიქმნება ეს ყველაფერი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას, ამიტომ არის რომ შეყვარებული გრძნობს სიმსუბუქეს და ფრინავს ფაქტიურად. თითქოს დაფრინავს. ნამდვილად. და თავის ყოველი შემძლეც გონიავა. მაგარია. კი, ესე იგი ოქსიტოცინი ადამიანში იწვევს სიმშვიდეს, დაცულობის განცდას, ოქსიტოცინი გვიცავს, არ ვიცი რისგან, მაგრამ გვიცავს და პარტნიორის გვერდით ხარ, აი ძალიან ბედნიერება, მოკლედ რა. ოქსიტოცინი ასევე აძლიერებს მიჯაჭვულობასაც, ალბათ რაღაცაზე ან ვიღაცაზე. პარტნიორის გვერდით ხარო ბედნიერი, ხო? და ადამიანის ნდობას და რწმენასაც. მე მეგონა აქ მხოლოდ საპირისპირო სქესს და ურთიერთობაზე იყო საუბარი, ესე იგი ადამიანურ ურთიერთობებზე თუ საუბარი, ჩვენს პარტნიორობაზეც ყოფილა, ხო, საუბარი და დაცულად გრძნობს. მე რა შეგეშინდა? როგორ გრძნობ ჩემს გვერდით თავს? მე რა ვიცი, თავდაყირა. სულეს, ნუ მშვიდად რა ვიცი, რამდენად მშვიდად? ესე იგი ნდობის ფაქტორიც მაქვს, სიმშვიდის შეგრძნებაც მაქვს შენს გვერდით, იმედიც მაქვს მე შენი, მინდა გითხრა, ესე გამოვტყდი პირდაპირ ეთერში, ღია ეთერში. ისე დასერიოზულდი, რა ხა მეც დასერიოზულდი და მადლობაც უნდა გადაგიხადო. ანალოგიურს დაგიდასტურებ რა თქმა უნდა და მოდი განვაგრძელებ ოქსიტოცინზე საუბარს, იმიტომ რომ ცოტა გამოვეთიშე. რა სამცირებს მოდი შენ ეს გითხარი? ხო, ამ ჰორმონალური მოსხობების გამო ცოტა გამოვეთიშე ეთერს და ოქსიტოცინი თურმე აძლიერებს მიჯაჭვულობას და ადამიანურ ნდობას, როგორც აღნიშნე. ამცირებს ასევე შიშის განცდას, მონაწილეობს რომანტიულ მიზიდულობაში. ის ასევე ზრდის სექსუალურ აღგზნებას, როგორც მამაკაცებში, ისე ქალბატონებში და უზრუნველყოფს რომანტიულ ურთიერთდამოკიდებულებას. აი ასეთი საოცარია ოქსიტოცინი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ჰორმონი, რომელზეც ვისაუბრეთ, საოცრებებს ახდენენ ეს მოლეკულები, რომლის ზომაც სრულიად წარმოუდგენელია, მაგრამ საოცრებებს ახდენენ ნამდვილად. ის გადამჩენია, რომ ჩვენ მსვენელს ვუსურვო ჯანმრთელობა, მით უმეტეს რომ ყველაზე ჯანსაღი რადიოდან გესაუბრებით და გისურვოთ ის, რომ ეს ყველა მოლეკულა, ყველა შეგრძნება, რაც ამ მოლეკულებს ახასიათებთ და ორგანიზმში მოაქვს, ხო, განგეცადოთ. და ეს ყველაფერი ალბათ ჯანმრთელობა თუ გიწყობს ხელს, მაშინ ხდება ხოლმე ამ ყველაფრის შეგრძნება და მოზღვავება. აი შემდეგი ჰორმონი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, რადგან ერთგულების ჰორმონია მამაკაცებში. და ეს არის ვაზოპრესენი. გამოიყოფა ოქსიტოცინის წარმოების გვიან სტადიაზეცო. ანუ ოქსიტოცინის, რომელიც მე არ მომეწონა, სინეზის და ნდობის ჰორმონი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით არ მომეწონა, თუმცა ძალიან ბევრ სახელწოდება არ მოგეწონა, მოდი დავაკონკრეტოთ. ძალიან ბევრ დადებით ემოციას იწვევს ადამიანში, რომელიც არა. ანუ როდესაც ოქსიტოცინი რომანტიულ დამოკიდებულებაზე ახდენს ზემოქმედებას, ეს ყველაფერი როდესაც გადადის სერიოზულ ეტაპზე, უკვე ვაზოპრესენი აქტიურდება, ხო? სწორად გავიგე? ხო, აი მეც მაგის თქმას ვაპირებდი, თუმცა არ დამაცადე და ეს არის ეს ჰორმონი თქო, ანუ არც ისე უნიშნელოა, როგორც სხვა დანარჩენი ჰორმონები. და აი ეს ვაზოპრესენი მამაკაცური ერთგულების ჰორმონი როგორ შეიძლება უნიშნელო იყოს, ეკატერინე? ხო, და ეს არის განსაკუთრებით მამაკაცის ერთგულების ჰორმონი, რომელიც ყველა მამაკაცს უნდა ქონდეს, რომელიც ანუ ყველა მამაკაცი უნდა იყოს ერთგული. ანუ ეს ჰორმონი უნდა ქონდეს ყველას. ასე მინდა თქვა, ეს მინდა თქვა. უნდა ქონდეს, მაგრამ სად არის ის? სადმალავენ? მე ვერ გეტყვი სადმალავენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მინდა ვუსურო ყველა მამაკაცს რომ ქონდეს ეს ჰორმონი, რადგან იყოს ერთგული. აი ტესტოსტერონი და ესტროგენი.
რაც შეეხება ტესტოსტერონს და ესტროგენს, მამაკაცსა და ქალის ჰორმონები ყოფილა, რომელსაც სოფია მოგვახსენებს, აბა? ესე იგი, ტესტოსტერონი და ესტროგენი ეს გახლავთ ჰორმონები, რომლებსაც ორგანიზმი უკვე საპირისპირო სქესის მიერ აწყობილი ურთიერთობის შედეგად გამოიმუშავებს. მათ იძლევა სიყვარული, სექსი და კარგი ეროტიული განცდები. ესტროგენების სიჭარბე განაპირობებს ქალურობას, მიმზიდველობას და მომხიბვლელობას, ხოლო ტესტოსტერონის სიჭარბე კი სექსუალურობასა და აზარტულობას. ასე რომ გირჩევთ იცხოვროთ სრულყოფილი სექსუალური ცხოვრებით, ისე როგორც საჭიროა სამედიცინო და ბიოლოგიური თვალსაზრისით დამეთანხმები, ხო, კატერინა, ყველაფერი ჯანსაღი, მე მგონი მისაღებია და მისასალმებელია, იმიტომ რომ იყოთ მიმზიდველი, მომხიბვლელი, სექსუალური და აზარტით აგვაწენდა, რა თქმა უნდა. ამისათვის უნდა გამოიმუშაოთ ტესტოსტერონი და ესტროგენი და ამას მხოლოდ მიაღწევთ ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების ფონზე. ეს ყველაფერი რაც ჩვენ ჩამოთვალეთ იყო სიყვარულის ბედნიერების სიხარულის ჰორმონების ჩამონათვალი და მე კიდე დავამატებდი რომ აქ იყო სინაზეზე, ნდობაზე, ერთგულებაზე ლაპარაკი, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს გრძნობებზე და ალბათ გარეგნობაზეც მე ასე მგონია, როცა ადამიანი შინაგანად ბედნიერი და ამ ჰორმონების მოზღვევებას დაბალანსებულად გრძნობს და აი ახლა მე დავაბალანსე ყველაფერი. აი დაგაბალანსებინე მინდა გითხრა, თორემ ძალიან რაღაცა წაღან ესე ზენიტში იყავი აღფრთოვანების და რატო ვერ მივხვდი? არა, გადასარევია, მაგრამ ჯერ ეთერი და მე ვისაუბროთ. ავყევი თემას ავყევი, კარგია. ესე იგი, შეგრძნებები, განწყობა, ურთიერთობა და ბედნიერება, როდის იყიმის ადამიანი, აბა თუ მიპასუხებ შენ? როდესაც არის ბედნიერი ემოციებით სავსე, რა თქმა უნდა, დადებითი ემოციებით არის კარგ განწყობაზე და უბრალოდ ბედნიერია. ზოგჯერ შეიძლება ვერ ხდებოდე რატომ, მაგრამ უბრალოდ ბედნიერებას გრძნობდე. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ყველაფერს უნდა გრძნობდე. ეს სადღეგრძელოში რომ ამოვთ ხოლმე ბედნიერებას გისურვებო. ეს არა, შეგრძნებით და მე ყოველთვის იმასაც ვამატებ ხოლმე, რომ იყო ბედნიერი, ესეც დიდი ნიჭია. ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ იყვნენ ბედნიერები, მაგრამ ამას აღიარება ჭირდება. ჯერ აღმოჩენა ჭირდება, რომ შენ ხარ ბედნიერი და უნდა იყო ბედნიერი და ძალიან კარგი ნიჭია და დიდი ნიჭია ისიც, რომ ამის შეგრძნება, აი ეს გაითავისო, რომ შენ ხარ ბედნიერი, ან უნდა იყო ბედნიერი. ჩვენი დღევანდელი პათოსი პირდაპირ მაოცებს. ესე იგი, ბედნიერებას კი როგორც ბრიტანელი ფსიქოლოგები ამბობენ, ძირითადად ემოციური განწყობა და ადამიანის გარეგნობა განსაზღვრავს თურმე, აი ადამიანს რომ შეხედავ თვალებში, მიხვდები ის ბედნიერია თუ არა, ხო იცი, თვალები მაინც სულის სარკეაო ამბობენ და მართლა ასეა, პრინციპში ასეც არის, რომ გაიცნობა ადამიანს, ასე თუ ისე შეგექმნება მის მიღმა, თვალის მიღმა, სულში რა განწყობა აქვს, ხო მართალია? რა თქმა უნდა, თვალები არის არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება და სწორედ ის საშუალებაა, შეიძლება საუბრისას რაღაცა მოიპარო, რაღაც გააპარო, მოიტყუო, რაღაცა მახინაციებს მიმართო, მაგრამ აი თვალები ყოველთვის მაქინაციებს უკაცრავად. არც მაქინაციები არ არის ქართული სიტყვა და ბარბარი. მანევრირება უკაცრავად. აი რადიოში, ნუ აფრქვევ. მე მომიტევე და მანევრირება. ამ შემთხვევაში არავერბალური კომუნიკაცია ყოველთვის არის ზუსტი და უტყუარი და თვალებზე ვსაუბრობდით, არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რომელიც ესე გავყიდის ხოლმე განსაკუთრებით მაშინ, როცა სიყვარულით ვართ შეპყრობილი. ნამდვილად და ადამიანის ერთი შეხედვაც კი კმარა, რომ ასე თუ ისე ამოიცნო იმ ადამიანის სულში რა ხდება. მოდი მე შენ გეტყვი, ბრიტანელი მეცნიერები რას ამბობენ ბედნიერებასთან დაკავშირებით. და ისინი ამბობენ, ძირითადად ემოციური განწყობა და ადამიანის გარეგნობა განსაზღვრავს ამ ყველაფერს შენ აღნიშნე და მათ გამოიგონეს ბედნიერების ფორმულა. არ ვიცი ვინ როგორ დაეთანხმება და რამდენად მისაღებია, მაგრამ მოდით გავაჟღეროთ. ბედნიერების ფორმულა ასე გამოიყურება. ბედნიერება უდრის P + E + H, რომელიც ასე განმარტეს. P პიროვნული მახასიათებლების ერთობლიობაა, რომელშიც შედის მსოფლმხედველობა, არასასურველი ფაქტორებისადმი მდგრადობა, ანუ პოზიტიური განწყობა, რომელიც დღეს ძალიან ხშირად ვახსენეთ და ადაპტაციის უნარი.
აი ეკი განსაზღვრავს რეალობისადმი დამოკიდებულებას, ეს არის ჯანმრთელობა, ფინანსური სტაბილურობა, მეგობრების რაოდენობაც კი და H-ში, H-ში, ასე ვთქვათ, სოციალური სტატუსი, თვითშეფასება, სწრაფვა და ამბიცია. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებლები, მით უფრო ბედნიერია ადამიანი, ასე რომ ეს სიყვარულის და ბედნიერების ფორმულა მოდით ჩაინიშნეთ მეგობრებო, ერთგულო მსმენელებო და ძალიან ხშირად მიმართეთ ხოლმე, მართეთ თქვენი გრძნობები, თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშიაო, ამასაც ამბობენ ხოლმე და შეძელით ის რომ აი ეს ჰორმონები მართოთ თავად და არა თქვენ გმართოთ ჰორმონებმა, ზუსტად ეს იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი კვანძი და თემა, ხო? ჰორმონები გვმართავენ ჩვენ თუ ჩვენ მართავთ ჰორმონებს. ასე, ნამდვილად, თუმცა მეორეს მხრივ ამ ფორმულით ბედნიერების ხარისხის განსაზღვრა არც თუ ისე იოლია, ათასობით ფორმულასაც კი არ შეუძლია ამოიცნოს, რამდენად ბედნიერები ვართ, ან საერთოდ შეიძლება კი მათემატიკური სიზუსტით ამის გამოთვლა. და მაინც ადამიანები გამუდმებით ეძებენ ბედნიერების რეცეპტებს, ბედნიერება კი თურმე არც ისე შორს არის, იგი ჩვენშია, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით არის ჩვენში, ბედნიერება ჩვენს მიერ გამომუშავებულ ჰორმონებშია და ამ ჰორმონების გამომუშავება სრულიად მარტივია. როგორ უნდა გამომივიმუშავოთ? პოზიტიური აზროვნება, რა თქმა უნდა, კეთილი და სასიამოვნო ფიქრებით შეგვიძლია ეს ყველაფერი ჩვენში დავნერგოთ. ამ შემთხვევაში დაგეთანხმე, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მიერ მართული და კონტროლირებადია. სწორედ გონება არის ის, რაც მართავს ყველაფერს, პოზიტიურსაც და ნეგატიურსაც, დაავადებასაც და ყველაფერს, რაც დადებით მუხტს იწვევს ჩვენში, განსაკუთრებით კი ჰორმონები, რომელთა გამოწვევაც და გამომუშავება თურმე ორგანიზმში შეგვიძლია ისევ გონებით, ასევე ყვებით რაციონით ეს ტკბილეულს მიეძალეთ, ოღონდ ნუ გადააჭარბებთ. ტკბილეულს მიეძალეთ, მაგრამ ყველაფერში არის ბალანსი საჭირო, ასევე ზონიერების განცდა და გრძნობა, ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი რამდენად დადებითად აისახება აბსოლუტურად ყველა სფეროზე, ყველა ასპექტზე, რა თქმა უნდა. ყველანაირი ფიქრი, ყველანაირი ჰორმონი შეგიძლიათ მართოთ, უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა აირჩიოთ. და ეს ყველაფერი იქნება თქვენს ხელში და ცუდი ფიქრები, რომლებიც მოდის ხოლმე ხანდახან, მით უმეტეს მძიმე მარხვა, დიდი მარხვა ახლა და ვემზადებით, ასე ვთქვათ, ბრწყინვალე აღდგომისთვის, მაშინ კიდევ უფრო მოგვეძალება ხოლმე ეს ფიქრები და გვებრძვის ბოროტი და აი ამ დროსაც შეგვიძლია რომ ჩვენი ფიქრები თუნდაც არა სიკეთის კეთებით და ლოცვით შეგვიძლია რომ ძალიან კარგად მოვატრიალოთ და დადებითი განწყობა დილიდან შევიქმნათ ასე რომ გაფანტეთ ცუდი ფიქრები, იფიქრეთ ყოველთვის დადებითზე, ყოველთვის პოზიტიურზე, ყველა პრობლემიდან არსებობს გამოსავალი და არც თუ ისე ცუდი, ასე რომ თქვენს ხელშია თქვენი ცხოვრება, თქვენი ბედნიერება, თქვენი ჰორმონები და ტვინის იმპულსები, ის იმპულსები, რომელიც ტვინს მიეწოდება ორგანიზმიდან. მართეთ ეს ყველაფერი, შეძელით რომ მართოთ, ისწავლეთ მისი მართვა და იქნებით ძალიან ბედნიერი. ჩვენ კი ძალიან შევეცადეთ, რომ თქვენთვის ბედნიერების ჰორმონების შესახებ მოგვეტყრო და სიყვარულის ქიმიის საიდუმლოება გაგვეცნო. ფორმულაც კი გადმოგეცით, იმედია გამოგადგებათ ეს ყველაფერი. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როდესაც ამ თემაზე ვმუშაობდი, თითოეული დეტალი აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და მიმზიდველი, რომელიც ცხოვრებაში ყოველდღიურად გვადგება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც გამოგადგებათ, იყავით პოზიტიურები, გაიღიმეთ ხშირად და ასე გავრცელებულ ფრაზას რომ მივმართოთ, ცხოვრება მშვენიერი იქნება ამ შემთხვევაში. და ყველაფერი თქვენს ხელშია, მე კიდე ამას დავამატებდი. მაშას აქვე უნდა დაგიმშვიდობოთ, ფაქტიურად ჩვენი დრო ამოიწურა, ასე ვთქვათ, ისევ შაბათს, ისევ მედფემის ეთერში, ისევ 12 საათზე ეკატერინე და სოფია შემოგერთებიან გადაცემით. ცოლქმრული ფილოსოფია, რა თქმა უნდა, ველოდებით შემდეგ შაბათს და თქვენი მასპინძლები ისევ ჩვენ ვიქნებით იგივე დროს და იგივე ტალღაზე FM 103. ეკატერინა, ვის გვიტოვებ გვეტყვი?
აუცილებლად შეგირჩევთ რამეს, თუმცა მანამდე სარეკლამო პაუზის დრო იქნება ჩვენს ეთერში, თუმცა ჩვენ აღარ შემოგიერთებით, აქვე დაგემშვიდობებით, მაგრამ დაგიტოვეთ ძალიან გემოვნებიან მუსიკას როგორც ყოველთვის, ასე რომ მომავალ შაბათამდე ბედნიერად მართეთ, შეძელით მართვა თქვენი ჰორმონების და იყავით ბედნიერები. გემშვიდობებით და ბედნიერების ჰორმონების მოზღვავებას გისურვებთ. აი ასე. ნახვამდის. ნახვამდის.